თავი მესამე. ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახთებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ, რადგან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც. აჰა, ცხენებს ლაგამს ამოვდებთ, რათა დაგვემორჩილონ და ვმართავთ მთელ მათ სხეულს. აჰა, ხომალდები. როგორი დიდებიც უნდა იყვნენ და როგორმა ძლიერმა ქარებმაც უნდა ატორტმანოს, პატარა საჭე იქით მიაბრუნებს მათ, საითაც მესაჭე მოინდომებს. ასევეა ენაც, პატარა ასუა და ბევრს იქადის. აჰა, რა მცირე ცეცხლი ბუგავს დიდ ტყეს. ენაც ცეცხლია, უსამართლობის მთელი სამყაროა იგი. ენა ჩვენს ასოებს შორისაა მოთავსებული. იგია მთელი სხეულის წამბილწავი და ჩვენი დაბადების ბორბლის აღმაგზნებელი. თვით აღგზნებულია ჯოჯოხეთისაგან. რადგან ყოველგვარი ბუნება მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა თვინიერდება და მოთვინიერებულია ადამიანის ბუნების მიერ. ენის მოთვინიერება კი კაცის შვილს არ შეუძლია. დაუოკებელია ეს ბოროტება და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე. მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. ერთი პირიდან გამოდის ლოცვა კურთხება და წყევლა. ასე არ უნდა იყოს, ჩემო ძმებო. განა მოედინება ერთი წყაროს თვალიდან ტკბილი და მწარე. ჩემო ძმებო, განა შეუძლია ლეღვის ხეს ზეთის ხილი მოისხას, ან და ვაზს ლეღვი. ასევე ერთი წყაროდან არ შეიძლება მოედინებოდეს მლაშე და ტკბილი წყალი. ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმენი ბრძნულ მოთმინებაში. მაგრამ თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, ნუ ტრაბახობთ და ნუ ცრუობთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ. ეს არაა მადლით გარდმოვლენილი სიბრძნე, არამედ მიწიერი, მშვინვიერი, ეშმაკური. რადგან სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტმოქმედება. ხოლო მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე პირველ ყოვლისა წმიდაა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი, ნებიერი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო. სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ეთესებათ მშვიდობის მყოფელთ.